ჯერმეს შოსტაკოვიჩის ძალიან დიდი მოთმიალე ვარ, საერთოდ გიждები ამ კომპოზიტორზე და ბევრ რამე ვიცი მისი აწარმოებიდან სიმფონიები, რეები არ ვიცი, მაგრამ იცით რა, ისეთი შერწყმა იყო ამ შემთხვევაში გამოსახულების შვედი შოტიკოსი და მოქმედების და აი ამ ორმაგი ექსპოზიციებს რომ ეხლაც ვერ გავიგე რომ არის გაკეთებული და ისე ჩდებოდა ეს ყველაფერი ტემპორით, რიტმულად ის იყო. ვიფიქრე რომ შოსტაკოვიჩი ამ კაცის ხორ და უწერია შემთხვევით, თუმცა 75 წელს გარდაცვლილია, ესე იგი და დროში არ ჯდება ეს ამბავი. ძალიან მაგარი შერწყმა იყო და მე ასეთი შოსტაკოვიჩი არ. საერთოდ კატერინა იზმაილოვარის დიდებული ნაწარმოები, ეს ოპერა არის რეალურად, მაგრამ და ფილმიც არის გადაღებული მასზე, სხვა არის ფილმი ცოტა ბდორია რაღაცა. ეს კიდე რაღაცა სიგიჟე ემნებების ჩართული ეს როცა როგორც ჩემ მეგობარი ამბობდა, ყველა ნაწარმოებში უნდა იყოს თუ არა ნაკადული, თუ არა ნიაღვარი, ნაკადული მაინც სექსის. საერთოდ პატარა რაღაც უნდა იყოს და შინ გაარის ეს მომენტი, კი ბევრია უხვათ არის. რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება არ მოხდეს თვალში და ან გულში, ან ყურში, ან რაღაცაში, მაგრამ ჩემთვის ეს არის ძალიან დიდებული რამ რომ ეს მე ძალიან მიყვარს და რამდენჯერმე შევიდა ვნახო და ყოველთვის აღტოვანებული ვიყო.